დათაახალაეს მეთაურობით როგორც კი დახოცა ესენი უმოწყალოთ და ესე იგი ყოველგვარი გაფრთხილების განაჩენი ამბობს ამას და კადრებიც არის ნავთლუღის საქმე არის აგერ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ესენი რანაირად გავაკეთო და გადამღები თუ არ ვცდები აქ ნათქვამი არის გურამ დონაძეას ეს დაურეკეს მოიყვანეს ეს ბიჭები უკვე თავისუფალი არიან იმის შემდეგ რომ იღებს ახლა გურამ დონაძეზე ალაპარაკ რომ იღებს დავალეს იღებს და გარბიან ახლა ეს დათაახალაე მოყოლებულია დათაახალაე გიორგი დგებუაძე ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი თუ არ ვცდები ესენი გარბიან აღმასროლით ძირს ავტომატებიო ესე იგი ბრალდებას უყენებენ ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ განაჩენი ლაპარაკობს პატივცემულებო მე ასე მაქვს გადაკითხული და გადაზეპირებული ადგეს ყალბის სცენარი აი ამას გეკითხებით კი ბატონო და ტელევიზორს გვანახებენ ესე იგი ნელი კადრია ტელევიზორში ჩანს სროლები თორემ ვინ ვის ესრის ვინ სადისვრის ფაქტიურად არაფერი არ ჩანს და მიხსნიან რომ ეს აქ სამი ახალგაზრდა იყო და სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ. მე გავიგე რომ ესე იგი ციხეზე ზეწოლა რომ გაეკეთებიათ მათ, ციხის პატიმრებზე ზეწოლა რომ გაეკეთებიათ და რაც მოხდა მას შემდეგ ციხეზე რაც მოხდა ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ეს უდანაშაულობა უშევი მაგისთვის ჩაცხრილეს. და იმიტომ მიაწერეს რომ ციხეზე მიდიოდნენ თორემ სად ნავთლუღის სპეცოპერაცია და სად რუსთავის ციხე. მიეშვენ იქამდე და იმ ჭიშკართა რომ მომიკლავდნენ შვილს აღარ მოვიკითხავდი არაფერს. ეგენი პოლიტიკაში კი არა საერთოდ სამსახურებრივ მოვალეობასაც აღარ უნდა ასრულებდნენ.